არსებობს ერთი მომენტი სამხედრო ისტორიაში, რომელიც ამერიკის საჰაერო ძალასა და ირანის მოძველებულ ავიაპარკს შორის სხვაობაზე თითქმის ყველაფერზე მეტს ამბობს. მაგრამ ეს არ მოხდა 2023 წელს დაწყებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დროს. არა, ეს 10 წლით ადრე, 2013 წელს, პარსიის ყურის საერთაშორისო წყლებში მოხდა. და არა მხოლოდ ის, რომ მთელი ეს დაპირისპირება, სადაც ირანის მიერ მართული ამერიკული მოძველებული გამანადგურებელი უპირისპირდებოდა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ამერიკულ გამანადგურებელს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი ერთი გასროლის გარეშე დასრულდა. აბა რა ხდიდა ამას ასე დაუჯერებელს? ამას მალე გაიგებთ. ეხლა რომ სრულად გავიგოთ, რამ გახადა ეს შეხვედრა ესეთი გამორჩეული და რას გვიჩვენებს ეს ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ. დღეს საჭიროა თავად ინციდენტზე უფრო შორს დავბრუნდეთ, რომ გავიგოთ, როგორ აღმოჩნდა ირანი 10 წლეულების წინ წარმოებული ამერიკული თვითმფრინავებით უფრო თანამედროვე თვითმფრინავების წინააღმდეგ. ეს საბოლოოდ გლობალური გეოპოლიტიკისა და იმ უხერხული მდგომარეობის ამბავია, რომელშიც ირანი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ მოდი ინციდენტით დავიწყოთ. იყო 2013 წლის მარტი. ამერიკული MQ-1 Predator-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ირანის სანაპიროდან დაახლოებით 16 მილის დაშორებით საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სადაზვერო და სათვალთვალო მისიას ასრულებდა. Predator არც ერთ შემთხვევაში არ არის გამანადგურებელი თვითმფრინავი. ეს არის გრძელი წვრილი პროპელერიანი პლატფორმა, რომელიც შექმნილია დაკვირვებისთვის, სათვალთვალოდ და შესაძლოა ერთი მიზანმიმართული დარტყმის განხორციელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიცირებულია როგორც უპილოტო საბრძოლო საჰაერო აპარატი, მისი რეალური საბრძოლო შესაძლებლობები არის გრძელდისტანციური რაკეტების გაშვება საჰაერო რაკეტებით და არა საჰაერო ბრძოლა. გარდა ამისა, დრონი ვერ გაექცევა თვითმფრინავს, რადგან მისი მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 125 მილი საათში. მაგრამ მას ბევრი რამ შეუძლია დაინახოს და სწორედ ამიტომ გახდა სამიზნე. ეხლა, როდესაც დრონი შენიშნეს, ირანის საჰაერო ძალებმა 2 F-4 ფანტომის სასწრაფოდ ააფრინეს მის გადასაჭერად. ფანტომი არის ორძრავიანი ზებგერითი თვითმფრინავი, რომელსაც აქვს გამორჩეული ზვიგენის მსგავსი პროფილი და ისტორია, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს იწყება. თავის დროზე ეს იყო ამერიკული საჰაერო ძალების მთავარი საყრდენი ვიეტნამის ომის პერიოდში და ის თვითმფრინავი, რომელიც ირანმა დიდი რაოდენობით მიიღო შეერთებული შტატებისგან მანამ, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა 1979 წელს. 2013 წელს იგივე თვითმფრინავები, რომლებიც უკვე 50 წლისკენ მიდიოდნენ, ირანის ავიაპარკში საუკეთესოთა შორის იყო. ტექნიკურად ქვეყანას ჯერ კიდევ ხავდა დაახლოებით 40 F-14, რომლებიც ერთი თაობით ახალი და უკეთესი საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლები იყვნენ. თუმცა ამ ორს შორის F-4 უფრო მანევრულად ითვლება. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ირანმა განიხილა ძველი თვითმფრინავების გამოყენება, რათა შეემცირებინა რისკი და დაზიანება ახალ და უფრო შესაძლებლებიან თვითმფრინავებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი საფრთხე მხოლოდ დრონი იყო. ასე რომ ორმა მათგანმა აიღო კურსი პრედატორისკენ. ერთი უკან დარჩა, ხოლო მეორე მიუახლოვდა ჩაჭრისთვის. ის რაც არცერთმა ირანელმა პილოტმა არ იცოდა, იყო ის, რომ ზემოთ უკვე კიდევ ერთი პილოტი იმყოფებოდა. ლეიტენანტ პოლკოვნიკი კევინ სატერფილდი, რომლის გამოძახების ნიშანი იყო შოუ-თაიმი, ახლო-მახლო დაფრინავდა F-22 რეპტორით და მას პრედატორის თანხლება ჰქონდა დავალებული. ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აშენშის საჰაერო ძალებმა ჩუმად მიიღო 2012 წლის ადრინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ირანულმა SU-25 ტიპის 2 იერიშის თვითმფრინავმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დრონს ცეცხლი გაუხსნა. მას შემდეგ ამერიკელები დრონებს მარტო აღარ უშვებენ სპარსეთის ყურეში. ზოგჯერ თანხლებას ახლომდებარე ავიამზიდიდან აფრენილი F-18 სუპერ ჰორნეტების წყვილი უზრუნველყოფდა. იმ კონკრეტულ დღეს კი ეს იყო F-22. F-22 არის პროგრამის შედეგი, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო, როცა ამერიკელი თავდაცვის სტრატეგები საბჭოთა ავიაპროგრამებზე იძლევდნენ შეშფოთებას და მათ დასაპირისპირებლად უფრო ძლიერი გამანადგურებელი სჭირდებოდათ. შედეგად შეიქმნა მოწინავე ტაქტიკური გამანადგურებლის პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ რეპტორი შექმნა და მისი ექსპლუატაცია 2005 წელს დაიწყო. დღემდე ყველაზე სანდო შეფასებებითაც კი ის რჩება საუკეთესო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, რაც კი ოდესმე აშენებულა. ის თავიდანვე ისეა დაპროექტებული, რომ უხილავი იყოს. თითოეული კუთხე, თითოეული ზედაპირი, თითოეული შიდა ღრუ სპეციალურადაა შექმნილი, რომ რადარის სიგნალები მტრის მიმღებებისგან განზე გადააგდოს. მისი 2 Pratt Whitney F-19 ძრავა იმდენ ბიძგს ქმნის, რომ შეუძლია ბგერითი ბარიერის გადალახვა. ფორსაჟის გარეშე, რაც შესაძლებლობაა, რომელსაც Super Cruise ეწოდება და საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს მაღალი სიჩქარე, საწვავის დროის უზარმაზარი ხარჯისა და ინფრაწითელი კვალის გარეშე, რასაც დამატებითი წვაქვნის. ის იარაღს შიგნით ატარებს სპეციალურ ბაქანებში, რომელთა კარები მხოლოდ წამიერად ირება შეტაკებისას და მაშინვე იკეტება, რაც თვითმფრინავის შეუმჩნევლობას მთელი დროის განმავლობაში ინარჩუნებს. მისი ავიონიკა შექმნილია სენსორების შერწყმისა და ელექტრონული ომის სისტემით, რათა პილოტს მისცეს ბრძოლის ველის სურათი, რომელსაც სხვა თვითმფრინავები უბრალოდ ვერ შეედრებიან. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ძალებმა გარკვეული მოდერნიზაცია მიიღეს, აშეტეშუდან ბოლო იმპორტი მოხდა 1970-იანი წლების დასაწყისში, ინციდენტამდე 40 წლით ადრე. დიახ, ირანი აგრძელებდა ჩინური, რუსული, ან თუნდაც ადგილობრივი დიზაინების გამოყენებას მოძველებული F-4E პლატფორმის მოდერნიზაციისთვის. მაგრამ ფაქტია, რომ F-4 კვლავ მესამე თაობის გამანადგურებელია, მაშინ როცა F-20 2 მეხუთე თაობას მიეკუთვნება.
როდესაც Showtime უყურებდა წამყვანი F4-ს, რომელიც Predator-ს უახლოვდებოდა, ის ელდოდა. შემდეგ დარწმუნებული იმაში, რომ მისი თვითმფრინავი პრაქტიკულად უხილავი იყო ირანული რადარისთვის, მან რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. მან თავისი რეპტორი F4-ის ქვემოთ გაატარა იმდენად ახლოს, რომ ყველაფერი ნათლად დაენახა და რაც მთავარია, იმდენად ახლოს, რომ შეემოწმებინა იარაღის საკიდრები და გაერკვია რა მიქონდა ირანელ პილოტს. ირანელ პილოტს საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს ხდებოდა. რეპტორის შეუმჩნელობის სისტემები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რისთვისაც იყვნენ შექმნილი. Showtime-მა შეამოწმა იარაღის დატვირთვა, უკან დაიხია და შემდეგ თავისი სვლა გააკეთა. მან მარცხნივ გადაუხვია, ავიდა მაღლა. შემდეგ კი თავისი თვითმფრინავი F4-ის გვერდით მიაყენა და ირანელი პილოტის პერიფერიულ ხედვაში გამოჩნდა, თითქოს არსაიდან. შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, როგორი შოკი იყო ის მომენტი ირანელი პილოტისთვის, როცა მშვიდად იჯდა კაბინაში და უცებ შენ გვერდით აღმოჩნდა მანქანა, რომელიც თითქოს უხილავი უნდა ყოფილიყო. შემდეგ Showtime-მა ეს ყველაფერი ნამდვილი შოუდ აქცია. მან რადიოში გავიდა, ირანელ პილოტს დაუკავშირდა და რამდენიმე შემაძრწუნებელი სიტყვა უთხრა. სჯობს სახლში დაბრუნდე. და მართლაც, ისინი დაბრუნდნენ. ორივე F4 უბრალოდ მობრუნდა და წავიდა, ყოველგვარი შეტაკებისა თუ ესკალაციის გარეშე. მთელი მისია გადაიქცა შედარებით მშვიდ დემონსტრაციად იმისა, თუ როგორ გამოიყურება მეხუთე თაობის საჰაერო ძალა, როდესაც ის ოპერირებს ძველი თაობის ფლოტის წინააღმდეგ. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ არის ეს სხვაობა ესეთი დიდი და რატომ არის ირანი კვლავ დამოკიდებული თვითმფრინავებზე, რომლებიც უკვე მოძველებული იყო იმ დროისთვის, როცა Showtime ფრენას სწავლობდა, უნდა შევისწავლოთ ორივე მანქანა დეტალურად და შემდეგ გავყვეთ უფრო გრძელ ისტორიას, თუ როგორ აღმოჩნდა ირანი ამ მდგომარეობაში. F4 Phantom TOW პირველად აფრინდა 1958 წელს. ის დააპროექტა McDonnell Aircraft კორპორაციამ, რომელიც მოგვიანებით McDonnell Douglas-ად გახდა ცნობილი შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისთვის. თავდაპირველად როგორც ფლოტის თავდაცვითი ჩამჭერი და შემდეგ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ფართოდ გამოყენებად რეაქტიულ თვითმფრინავად ცივი ომის ეპოქაში. ვიეტნამის ომისთვის როგორც საზღვაო ძალები, ასევე საჰაერო ძალები იყენებდნენ მას ყველაფრისთვის. საჰაერო უპირატესობის დემონსტრაციებიდან დაწყებული, მიწის შეტევითა და სადაზვერო მისიებით დამთავრებული. ის სიმაღლეზე Mach 2.23 სიჩქარის განვითარებას ახერხებდა, რაც მას იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ თვითმფრინავად აქცევდა. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი სიმძლავრე. მას ძალიან ცოტა შეზღუდვა ჰქონდა, რომელიც რეალურ ბრძოლაში შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ადრეულ ვერსიებს ჩაშენებული ქვემეხი არ ჰქონდა, რაც ასახავდა დოქტრინას, რომელიც ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებდა საჰაერო რაკეტების სანდოობას. ტყვიამფრქვევი მოგვიანებით დაამატეს. მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თვითმფრინავი იყო ახლო საჰაერო ბრძოლაში, სწორედ იმიტომ, რომ მხოლოდ რაკეტებზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, რეაქტიულ თვითმფრინავს სჭირდებოდა ფართომასშტაბიანი ტექნიკური მომსახურება, ხოლო მისი რადარი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოწინავე იყო დიდი მექანიკურად სკანირებული ანტენა, რომელიც ქმნიდა მნიშვნელოვან რადარულ ამრეკლობას და ხშირად ექვემდებარებოდა ჩარევასა და დაბლოკვას. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ამან თვითმფრინავი შიშის მომგვრელად აქცია, 1970-იან წლებში Phantom-ი უკვე იწვევდა ამერიკულ შეიარაღებაში უფრო სპეციალიზებული პლატფორმებით ჩანაცვლებას. F-15 იგლმა 1976 წელს აიღო საჰაერო უპირატესობის როლი. F-16 Fighting Falcon-ი მრავალფუნქციური ამოცანებისთვის 1978 წელს გამოჩნდა. Phantom-ი ეტაპობრივად გამოეთიშა ამერიკის წინახაზის შეიარაღებას და საბოლოოდ მთლიანად ამოიღეს 1990-იანი წლების შუა პერიოდში. დღეს აშშ საჰაერო ძალები ძირითადად დაფრინავენ F-22-ებით და F-35-ებით. მაშინ როცა უფრო ძველი თვითმფრინავები, როგორიცაა F-15 და F-16, კვლავ გამოიყენება. ზოგჯერ მათი შედარებით დაბალი ღირებულების გამო და იმის გამო, რომ არ სურთ ახალი მოწყობილობის გამოყენება უბრალო მისიისთვის. F-4-ის ერთადერთი ადგილი ამერიკის მიწაზე მუზეუმებია, მაგრამ ირანში იგივე თვითმფრინავები ჯერ კიდევ ოპერაციულ მდგომარეობაშია, სულ მცირე, ფორმალურად, რადგან ირანს მათი ჩანაცვლების საშუალება არ ჰქონდა. შედარებისთვის F-22 რეპტორი წარმოადგენს ავიაციის ინჟინერიის 60-წლიან პროგრესს. მისი რადარის ამრეკლავი ზედაპირი დაახლოებით ფოლადის ბურთულა სტოლია, რაც თანამედროვე მეოთხე თაობის გამანადგურებლის რადარზე ასახულთან შედარებით უმცირესი ნაწილია, ხოლო Phantom-თან შედარებით ეს თითქმის წარმოუდგენელი შემცირებაა. მისი სენსორთა შერწყმა აერთიანებს ინფორმაციას საკუთარი რადარიდან, პასიური ინფრაწითელი სენსორებიდან და სხვა თვითმფრინავებისა და სახმელეთო სადგურებიდან მიღებული მონაცემებიდან. ეს პილოტს აძლევს სინთეზირებულ ერთიან სურათს და არა ცალკეული სისტემების დაუმუშავებელ მონაცემებს. თვითმფრინავის სამიზნე სისტემა ერთდროულად რამდენიმე სამიზნეს აკვირდება. შორმანძილზე ესვრის AIMAS-20 ამრამ ტიპის რაკეტებს შიდა განყოფილებებიდან და ამ ყველაფერს ახერხებს ისე, რომ ოპონენტი თვითმფრინავებისთვის პრაქტიკულად უხილავი რჩება. ვიზუალური დიაპაზონის მიღმა შეტაკებისას ირანელი F-4-ის პილოტმა შეიძლება ვერც კი გაიგოს, რომ F-22 იმავე საჰაერო სივრცეში იმყოფება, სანამ რაკეტა უკვე ჰაერში არ იქნება. და ახლო ბრძოლაშიც კი რეპტორი ისეთივე დომინანტურია. მისი ბიძგის ვექტორიზაციის საქშენები საშუალებას აძლევს მას გადაამისამართოს ძრავის გამონაბოქრი თვითმფრინავის ორიენტაციის სამართავად სიჩქარისგან დამოუკიდებლად, რაც მას მნიშვნელოვნად ზრდის მანევროლობას დაბალ სიჩქარეებზე. თუ F-4 ჩაერთვებოდა F-22-სთან ახლო მანძილზე მობრუნების ბრძოლაში, მას მაშინვე გამოაგდებდა F-22-ის უფრო აგრესიული მოძრაობა. მაგრამ რა თქმა უნდა, ის ამ ბრძოლამდე ვერ მივიდოდა, სანამ ჯერ არ აღმოაჩენდნენ. მაგრამ რატომ დაფრინავს ირანი დღემდე F-4-ებს?
სინამდვილეში უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი და აშესეთში მეგობრები აღარ არიან. 1979 წლამდე ირანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან, რაც სამხედრო ტექნიკის ვაჭრობაზეც ვრცელდებოდა. ირანის შაჰი მოჰამად რეზა ფეხლავი ცივი ომის განმავლობაში ამერიკის მჭიდრო მოკავშირე იყო და აშენცეჩისის მომდევნო ადმინისტრაციები ძლიერ ირანულ არმიას განიხილავდნენ, როგორც სტაბილურობის გარანტს რეგიონში, რომელიც თითქმის მუდმივად სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე იდგა. ამიტომ ამერიკული იარაღი ირანში უზარმაზარი რაოდენობით შედიოდა, მათ შორის ტანკები, ვერტმფრენები, საზღვაო ხომალდები და თვითმფრინავები. შედეგად ირანის საიმპერატორო საჰაერო ძალები რეგიონული სტანდარტებით განსაკუთრებულად კარგად იყო აღჭურვილი. ფიგზე ირანი მართავდა 200-ზე მეტ F-4 Phantoms სხვადასხვა ვერსიით, ასევე F-5 Tiger-ის ტიპის გამანადგურებლებთან ერთად. და უკვე ჰქონდა შეკვეთილი იმ დროისთვის უახლესი F-14 ტონკეტი, რომელიც იყო ცვლად ფრთიანი საზღვაო გადამჭერი და მოგვიანებით ცნობილი გახდა ფილმ Top Gun-ის მეშვეობით. დაახლოებით 80 F-14 ტონკეტი რეალურად მიაწოდეს ირანს რევოლუციამდე. ირანმა ასევე მიიღო სათადარიგო ნაწილები, მომარაგების არხები და რაც მთავარია, წვრთნა. ამერიკელი ინსტრუქტორები ირანელ პილოტებთან ერთად მუშაობდნენ, ასწავლიდნენ ტაქტიკასა და ტექნიკურ მომსახურებას ისეთ დონეზე, რომელსაც რეგიონში ცოტა ქვეყანა თუ გაუტოლდებოდა. შემდეგ მოხდა ისლამური რევოლუცია. 1979 წელს შაჰი პაჰლავი დაამხეს. ამერიკის საელჩო დაიკავეს და 52 დიპლომატი 454 წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთ ღამეში დაინგრა და იარაღის მიწოდება შეწყდა. მალე სათადარიგო ნაწილებიც ამოიწურა და ამერიკელი მრჩევლების რევოლუციის დასაწყისში წასვლის შემდეგ ირანის საჰაერო ძალები დარჩა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ავიაპარკით, მაგრამ აბსოლუტურად ვერანაირი საშუალებით მისი შენარჩუნებისა. დრო ირანისთვის უარესად ვერ დაემთხვეოდა. ერთ წელიწადში ერაყმა შეიჯრა. ირან-ერაყის ომი, რომელიც 1980-დან 1988 წლამდე გაგრძელდა, იყო გამანადგურებელი და კატასტროფული კონფლიქტი, რომელმაც ორივე მხარეს ასობით ათასის სიცოცხლე შეიწირა. ირანის საჰაერო ძალები ომში გამალებით იბრძოდნენ. F-14-ები და F-4-ები ბევრის მოლოდინს გადააჭარბეს, მიუხედავად მომარაგების კრიზისისა, მაგრამ ფლოტზე ზიანი ძალიან მძიმე იყო. საბრძოლო მოქმედებებში თვითმფრინავები იკარგებოდა, ხოლო სხვები ნაწილებად იშლებოდა, რათა გადარჩენილები ფრენას აგრძელებდნენ. ომის ბოლოს ასეულობით ერთეულიდან შემორჩენილი ფლოტი მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, ხოლო ყველა დარჩენილი თვითმფრინავი უკვე წლებით იყო დაძველებული და მათი შენარჩუნება გაცილებით რთული გახდა. მაშ, აშკარა კითხვაა, რატომ ვერ შეცვალა ირანმა ეს თვითმფრინავები? რევოლუციიდან უკვე 4 წლეულზე მეტი გავიდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ირანს შეეძლო თანამედროვე თვითმფრინავების სადმე, მაგალითად რუსეთიდან ან ჩინეთიდან შეეძინა. პასუხი უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს და ის ირანის რეალური სამხედრო მდგომარეობის არსს ეხება. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ გთავაზობთ დეტალურ ანალიზს ისტორიულ მოვლენებზე, ასევე ვადევნებთ თვალყურს გლობალური გეოპოლიტიკის უახლეს მოვლენებს. ეხლა რომ უპასუხოთ კითხვას, როგორ აღმოჩნდა ირანი მოძველებული F-4-ებით? დავიწყოთ რუსეთით, რადგან მას ხშირად ასახელებენ ირანის მფარველად და ამერიკული გავლენის საპირწონედ რეგიონში. და ამაში გარკვეული სიმართლე არის, რადგან რუსეთმა ირანს მიყიდა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები, მათ შორის S-300 და მათ მნიშვნელოვნად გააძლიერა ირანის სახმელეთო საჰაერო თავდაცვა. რუსეთისა და ირანის ინტერესები ასევე დაემთხვა სირიაში, რათა დასავლური წესრიგისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ ისრაელის გარშემო. მაგრამ ამ ურთიერთობას აქვს მნიშვნელოვანი საზღვრები, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილია ყოფილია. რუსეთი საოცრად თავშეკავებულია ირანისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე. მიზეზები სტრატეგიულია. მოსკოვს საკუთარი რეგიონული ინტერესების დაბალანსება სჭირდება. 1990 წლის შემდეგ ისრაელი რუსეთის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი იყო. ტენდენცია, რომელიც მხოლოდ 2022 წლის სანქციების შემდეგ დასრულდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მოსკოვში მნიშვნელოვანი გავლენა შეეძლო ქონოდა. ირანისთვის თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდება სერიოზულ გართულებებს შექმნიდა ისრაელთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და რუსეთის უფრო ფართო დიპლომატიურ პოზიციონირებასთან. S-300-ის მიწოდებაც სწორედ ასეთი ზეწოლის გამო წლების განმავლობაში გადაიდო. და საბრძოლო თვითმფრინავები, როგორიცაა MiG-29-ები ან Su-30-ები, რეალურად გაახლებდა ირანის საჰაერო ძალებს და ამით ირიბად მეტ ზეწოლას მოახდენდა ისრაელზე. რუსეთსაც ასევე უწევს დასავლურ ძალებთან ფრთხილად მოქმედება ამ რეგიონში. თუ აშშ-ში და მისი მოკავშირეები დაიჯერებენ, რომ რუსეთი შუა აღმოსავლეთში თავის საზღვრებს ცდება, მას შეიძლება კიდევ უფრო მეტი სანქციები დააკისრონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 2014 წლისთვის მნიშვნელობას დაკარგა, მაგრამ მანამდე ასეთი განწყობა არსებობდა. 2022 წელს რუსეთმა პრინციპულად დათანხმდა ირანისთვის Su-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას. მაგრამ 2025 წლისთვის ოპერაციული თვითმფრინავების მიწოდება დადასტურებული არ იყო. ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტის მიხედვით რუსეთი აშენებდა 16-მდე თვითმფრინავს, რომლებიც 2025-დან 2027 წლამდე უნდა მიეწოდებინა და უკვე გადახდილი იყო. მაგრამ უკრაინის ომის გარემოებებმა რუსეთის სამხედრო ექსპორტი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვნად გაართულა.
ჩინეთმაც ანალოგიურად მიაწოდა შედარებით მოძველებული სისტემების შეზღუდული რაოდენობა. ირანმა სცადა საკუთარი თვითმფრინავის ჰისახოსას შიდა წარმოება. სუბუქი გამანადგურებელი, რომელიც როგორც აცხადებენ ამერიკულ F5-ზეა დაფუძნებული, ფართო PR-ს ექვემდებარებოდა. დამოუკიდებელი შეფასებები მიუთითებს, რომ ის თითქმის არაფერს თავაზობს იმაზე მეც, რასაც ორიგინალი F5 უზრუნველყოფდა. ირანმა ასევე სცადა თავისი არსებული F14-ის და F4-ების განახლება ადგილობრივი წარმოების კომპონენტებითა და მოდიფიკაციებით. მაგრამ ძირითადი პლანერები ისევ იგივეა, რაც 1979 წლამდე იყო მიწოდებული. რაც არ უნდა იყოს მოდიფიკაციები, რეალურად ვერ განაახლებდა აეროდინამიკას, რადარზე ხილვადობას ან ძირითადი სისტემების არქიტექტურას. 1960-იანი წლების დიზაინის თვითმფრინავში თუ პრაქტიკულად ახალ თვითმფრინავს არ ააშენებთ. შედეგად საჰაერო ძალები ჯერ კიდევ ითulis თავის არსენალში F4 ფანტომებს, F4-14 ტომკეტებს, F5 ტაიგერებს, MiG-29-ებს, MiG ჩინური წარმოების F7-ებს. მაგრამ პრაქტიკაში მხოლოდ მცირე ნაწილს ამუშავებს მათგან საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. და მიუხედავად იმისა, რომ ირანის საბრძოლო თვითმფრინავების ოპერაციული ფლოტის შეფასებები განსხვავდება, სანდო თავდაცვის ანალიტიკოსები ზოგადად მიუთითებენ, რომ იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც რეალურად შეიძლება შენარჩუნდეს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებში, ბევრად ნაკლებია ვიდრე ის რაოდენობა, რაც ქვეყანამ მიიღო რევოლუციამდე. სათადარიგო ნაწილები იშვიათია და ტექნიკური მომსახურება რთულია. 2026 წლის თებერვალში ირანის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ავარიაში მოყვა რუტინული საწვრთნელი ფრენის დროს, ჰამადანის პროვინციაში, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრიდან 1 დაიღუპა. ეს იყო ინციდენტი F4 ტიპის თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წელსაც აგრძელებდა საწვრთნელ მისიებს და კვლავაც ავარიაში მოყვა, რადგან მისი კონსტრუქცია 50 წლისა და მის შესაცვლელად არაფერია. მაგრამ აღჭურვილობა მხოლოდ ისტორიის ნაწილია. მეორე ასპექტი და შეიძლება ითქვას გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანი არის ცურთნა. და აქაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განსხვავება ისეთივე თვალსაჩინოა. ამერიკელი გამანადგურებელი პილოტები გადიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ და სისტემატურად დახვეწილ ცურთნას. ის იწყება საწყისი პილოტური მომზადებით, რაც თავისთავად მკაცრია და შემდეგ გრძელდება სპეციალიზებული იარაღის მომზადების კურსებით, რომლებიც ეფუძნება წლების განმავლობაში დაგროვილ საბრძოლო გამოცდილებას, ანალიზებსა და დოქტრინის განვითარებას. აშეეშის საჰაერო ძალების გამანადგურებელ იარაღთა სკოლა ნელისის საჰაერო ბაზაზე, ნევადაში, რომელსაც ხშირად უწოდებენ საჰაერო ძალების ტოპგანის ეკვივალენტად, 10 წლეულებია ამუშავებს საჰაერო ბრძოლის ტაქტიკას. ის ყოველი შეტაკებისა და სწავლების გაკვეთილებს აერთიანებს მუდმივად განახლებად ცოდნის ბაზაში. ამერიკელი პილოტები რეგულარულად ასრულებენ რეალისტურ, განსხვავებულ საჰაერო საბრძოლო ცურთნებს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თვითმფრინავებს სხვა ტიპის თვითმფრინავებთან აპირისპირებენ და ტაქტიკებს, რომლებიც მიზანმიმართულად იმიტირებს იმას, რასაც მტრის პილოტები გააკეთებდნენ, რათა როდესაც რეალური შეტაკება მოხდება, ეს ტაქტიკა პირველად არ ნახონ. ნიშნულოვანია, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს ფრენია შესრულებული F4 ფანტომით, პილოტებს მისი მართვა, წვრთნა და ამ თვითმფრინავის დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნა აქვთ. პილოტები, რომლებიც ფანტომიდან იგლზე და იგლიდან რაპტორზე გადადიან, თან მიაქვთ ღრმა ცოდნა იმის შესახებ, როგორ იქცევა ფრენაში F4. სად არის მისი შეზღუდვები და რას შეძლებს ან ვერ შეძლებს პილოტი ამ კაბინაში. როცა Showtime-მა 2013 წელს იმ ირანულ F4-ებს მიუახლოვდა, ამერიკელების ეს თვითმფრინავის ცოდნა თაობებს სწვებოდა. ტაქტიკა, რომელსაც ირანელები იყენებდნენ, შესაძლებლობების ზღვარი, რომელშიც მოქმედებდნენ, შეზღუდვები, რომლებსაც აწყდებოდნენ, ეს ყველაფერი ამერიკელებისთვის ძალიან კარგად იყო ნაცნობი. ირანელები მართავდნენ თვითმფრინავს, რომელიც ამერიკელებმა უკვე 10 წლეულებით ადრე შეისწავლეს და დაძლიეს. ირანის პილოტების მომზადების პროგრამა ამის საპირისპიროდ 1979 წლიდან ძიმე შეზღუდვების პირობებში მუშაობს. ამერიკელი მრჩევლები, რომლებმაც თავდაპირველი სასწავლო ინფრასტრუქტურა შექმნეს, რევოლუციის შემდეგ წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ომა ერაღთან გამოცდილ პილოტებს შეიწირა და ინსტიტუციური უწყვეტობა დაარღვია. საერთაშორისო იზოლაციამ შეზღუდა წვდომა იმ მასშტაბურ, რეალისტურ FW წვრთნებზე, რომლებიც საჰაერო ძალებს ფორმაში ამყოფებს. ირანელი პილოტები წვრთნებზე F-22-ების წინააღმდეგ არ დაფრინავენ. ისინი F-35-ების წინააღმდეგაც არ დაფრინავენ. ისინი ერთმანეთს ებრძვიან მოძველებულ თვითმფრინავებში, შეზღუდული ფრენის საათებით, ემზადებიან საფრთხისთვის, რომელსაც რეალურად არასდროს შეხვედრიან და რომლის სიმულაციაც რეალისტურად შეუძლებელია. 2013 წლის ინციდენტმა ეს ყველაფერი სრულად აჩვენა. ირანელმა პილოტებმა არ იცოდნენ, რომ იქ F-22 იყო, სანამ Showtime-მა თავისი თავი არ გამოავლინა. მათი რადარი ვერ ხედავდა მას. მათი სისტემები ვერ აფიქსირებდნენ მას. მათი მომზადება არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თვითმფრინავი შეუმჩნევლად იმოქმედებდა მათ ფორმაციაში და შემდეგ მოულოდნელად მათ გვერდით გამოჩნდებოდა. არსებობს ფსიქოლოგიური ასპექტიც, როდესაც თვითმფრინავი არსაიდან ჩნდება შენს გვერდით იმ პლატფორმაზე, რომელსაც შენი საუკეთესო სენსორებიც კი ვერ პოულობენ. ეს იწვევს მხისიერ შოკს და უკანდახევას. და სწორედ ეს მოხდა. თავარი აზრი ისაა, რომ სამხედრო ძალა მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, ვისაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს ან ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ნება აქვს. ეს ასევე დროის ფუნქციაცაა. როგორც 10 წლეულები, რაც საჭირო გახდა თანმიმდევრული მდგრადი ინსტიტუციურად ჯამრთელი საჰაერო ძალების შესაქმნელად, თანამედროვე თვითმფრინავებით, ღრმა სასწავლო სისტემებით და ორგანიზაციული მეხსიერებით, რომელიც მუდმივი განვითარებისა და რეალური ოპერაციული გამოცდილების შედეგად მოდის.
აშშშ-მ ეს უწყვეტობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუფერხებლად შეინარჩუნა. ეს გზა იწყება F4 ფანტომიდან, გადადის F15-ზე, შემდეგ F16-ზე, F20, 2-ზე და F35-ზე, სადაც თითოეული თაობა წინას გამოცდილებასა და გაკვეთილებს ითვალისწინებს. ირანს ეს გზა 1979 წელს ერთ-ღამეში შეუწყდა და მას შემდეგ ვეღარ შეძლო მისი აღდგენა. თვითმფრინავები გაჩერდა, წვრთნები შეწვდა, მომარაგების ჯაჭვიც გაჩერდა და მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოში დრო მიდიოდა და ავიაციის ტექნოლოგიები ვითარდებოდა, ირანის საჰაერო ძალები ერთ კონკრეტულ მომენტში გაიყინა. ამიტომ ირანელები იმ დღეს უბრალოდ სახლში დაბრუნდნენ და ეს არ იყო იმის გამო, რომ მათ გამბედაობა არ ყოფნიდათ ან შეცდომა დაუშვეს. ჰარვეზი იმაში, რასაც ისინი მართავდნენ და იმაში, რაც მათ გვერდით დაფრინავდა, უბრალოდ ძალიან დიდი იყო, რომ ჰაერში ამოევსოთ. თაობას ვერ გადაასწრებ. ვერ გაასწრებ ავიაციის 50 წლიან პროგრესს და მით უმეტეს ვერ იბრძოლებ იმასთან, რასაც ვერ ხედავ. მაგრამ თუ გინდა ნახო, როგორ უმკლავდება აშშ ირანს ამჟამად, აუცილებლად უყურე The Military Show-ს უახლეს ვიდეოებს. ჩვენ ვაშუქებთ ყოველდღიურ მოვლენებს და მიღწევებს მსოფლიო სამხედრო სფეროში, გეოპოლიტიკაში და სამხედრო ინჟინერიაში.